ეს მაგანა სრული სტოკი არის? პირველად ვაყენებთ ფილტრს. ამას ზოგადად ნახშირის ფილტრები აყენია ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულზე არ აყენია სავარაუდოდ მოხსნეს. ეს ფილტრი ორიგინალია, მაგრამ ძალიან ძველია. 2017 წელსაა გამოსული. მის მერე ალბათ აყენია. ამ ფილტრს ამ ძრავზე აქვს ყველაზე მაგარი ხმა. ტურბინის ხმა იმდენად მკვეთრი იქნება ეხლა. ძალიან მოგეთვალებათ. კი. სიაულში სხვაობა და ყველაზე დიდი სხვაობა კიდე ხმაში. და ნუ გაკეთებას თუ გადაწყვეტ, ეს ფილტრი უკვე გეყენებათ და მათი არ მომიწევს შესვლა. თან რეცხვადი არის და 10-15,000 კილომეტრში ერთხელ ჭირდება რეცხვა. გარეცხავთ და სულ გექნებათ. ისე გეგმავთ ამის გაძლიერებას? მაგალითად ეხა ეს არის ჩემი. ამაზე მაქვს დაყენებული მე აბსოლუტურად ყველაფერი რაც ყენდება. ფილტრი, ბაბინები, ჩარჯ-ფაიფი, დაუნ-ფაიფი, ძრავზე წერია სტეიჯორი, კლუბში სტეიჯ 3 და დაახლოებით 340 ცხენი აქვს ეხა ამას. ამაზე შეგიძლიათ იგივენაირად ყველაფრის გაძლიერება. აი პირველი და ყველაზე მაგარი მოდი არის დაუნ-ფაიფი. დაუნ-ფაიფი მანქანას იმდენად ცვლის, რომ ჩემი აზრით ყველა მანქანაზე უნდა იყენოს. დაუნ-ფაიფით დაახლოებით პლუს 20-25 ცხენი არის ამ ძრავზე. ნუ ხმაზე ეხა ზემეტია საუბარი, იმდენად მაგარ ხმას აძლევს. დავაკრათ. ხალხო, სტიკერი მატებს 20 ცხენს, ფილტრი არა. მაშინ 3 დავაკრათ. 3 დავაკრათ, 60 ცხენი გამოგვივა. სტეიჯერით ფაქტიურად.